ჩვენი საქონელი არის შერჩეული ჯიშები, რომელიც ველურ პირობებში თამამად ცხოვრობენ და არიან ბედნიერები. ეს მიღებული პრაქტიკა არის ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამის გამოყენება. ამით წწყებსავენ იქ საქონელს. აქაც შემოვიტანეთ და ძალიან მაგრად მუშაობ და ძალიან მაგარი არის. ძალიან მრავალფეროვან აგრარულ გარემოს ქმნით თქვენი შესაძლებლობებით. რა ფართობია ეს? არის 35 გექტარი. აქ ვარაუდობთ სიმინდის დათესვას. 300 კილომეტრი გაიარეთ მოძებნეთ ეს ადამიანი ცხოვრებას რომ არ უშინდება და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საამაყო ფერმერია ჩემს რეგიონში. ეტაპობრივად მიმდინარეობს სალათის ფურცლის დარგვა. ეს შენ ბუნებაშიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სოფლად ცხოვრება არ არის ადგილი, ეს სწორედ ისინი არიან პროფესიონალებიც, ვისაც საქმე უყვარს. ამაყობს თავის საქმიანობით. ჩვენი პრობლემა რაც არის პირველ რიგში ქართველების პრობლემა, ჩვენ ყველაფერი ვიცით. 3,700,000 სივართ მოსახლეობა და 9 მილიონი სოციალურ დახმარებას იღებს ქვეყანაში. საოცარი სანახაობა იქნება აქ აგვისტოში დარწმუნებული ვარ, ხო ძალიან ლამაზი იქნება. კი, სასწაულად. დღითიდღე იმატებს ამის სილამაზეც. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დუშეთის რაიონში, სოფელ ლამოვანში, სადაც ძალიან საინტერესო საოჯახო მეურნეობას მოვადექით. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა საქმიანობა უნდა გაჩვენოთ. აქ იმდენი ამბავი ხდება, ყველგან სადაც მიმოიხედავთ, რაღაც საინტერესო აგრომიმართულებას აღმოაჩენთ და ყველაფერს სათავეში უდგას ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი თავის ოჯახთან ერთად. გაბრიელ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ჩვენი გადაცემის გმირი ხარ და დროს გვითმობ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე ვარ გაბრიელი. ესე ოჯახური მეურნეობა გვაქვს სოფელ ლამოვანში. ეს ყველაფერი დაიწყო ალბათ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იყო ჩვენი შესაძლებლობები რომ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და დავიწყეთ და ასე რომ ვთქვათ, ღმერთის წყალობით ალბათ შევძელით რაღაცის გაკეთება. ეტაპობრივად მივყვებით ყველაფერს, თავიდან იყო მეღორეობა, მერე შემდეგ გადავედით მესაქონლეობაზე, აქ მან გამოვიდა მე მარცვლეული კულტურები გვჭირდებოდა ამისთვის საკვებად, გადავედით მარცვლეულ კულტურებზე. სულ რამოდენიმე თვე არის რაც სათბური ავაშენეთ. მაგრამ მუშახელის გვერდში გვიდგას ძალიან ბევრი ადამიანი არის რომის მოყარე, რომელიც ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ეს და დაბრკოლებების ნამდვილად არ გვაქვს ხოლმე ესეთ რაღაცეებში. ხო, რაღაც მე როგორც ხვდები თქვენს ბიზნესს, რაც აცოცხლებს და უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ქმნის, ეს არის ძალა ერთიანობის, ხო? მთელი ოჯახი ხართ, მთლიანად ჩართული ამ ამბავში და ძალიან მრავალფეროვან აგრარულ გარემოს ქმნით თქვენი შესაძლებლობებით. როდის დაიწყო თქვენი ისტორია? რომელ წელს? 2019 წლიდან დავიწყეთ ჩვენ მასშტაბურად გაფართოვება ამ ყველაფრის. და გაგიჭირდებათ ამის დაჯერება, ესე მცირე დროში რამდენი რამ მოახერხეს და მინდა ყველაფერი უთხრათ დღეს მაყურებელს. კი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ 2019 წლიდან ამ ყველაფრის გაფართოვება. ამალამდე იყო ოჯახური ბიზნესი, მცირე გექტრებით მოდიოდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, გამოცდილება ჰქონდა ამ ყველაფრის, მაგრამ მასშტაბურად უფრო გადავედით 2019 წლიდან. ავიღეთ იჯარით ნაკვეთები. დავთესეთ მოსავალი, მოვიყვანეთ, იყო რაღაც დაბრკოლებები, მაგრამ სპეციალისტების ჩართულობით, დახმარებით ყველაფერს გავართვით თავი და ასე რომ ვთქვათ, ჩვენთვის სასურველ შედეგზე გავედით. რათიც ვამაყობთ, რა თქმა უნდა. თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ მეურნეობის, ხო? და ჩვენ ყველა გადაცემაში გვიწევს ამაზე საუბარი, რამდენად რთულია ახალგაზრდებისთვის სოფელში ცხოვრება, სოფლის გაძლიერება, აგრარულ საქმიანობაში ეს მთელი ძალისხმევის ჩადება. თქვენ როგორ დაგაინტერესათ ამ საქმემ და დღეს უკვე ამხელა გამოცდილებით და ამხელა შედეგებით, როგორ შეიძლება თქვენი საქმე გახდეს სხვებისთვისაც საინტერესო და რაღაც აი ბიძგის მიმცემი? როგორ გითხრათ, ეს ჩვენი შესაძლებლობა იყო რა. რომ ვიცოდი რომ ეს გამომივიდოდა მე და ამ დარგში ვიქნებოდი წარმატებული და ეს იყო ჩემი დარგი და ეს უნდა გამეკეთებინა ნამდვილად. ეს საქმის სიყვარული არის. მონდომება არის რა თქმა უნდა და აღარც ის რომ აღარ არის მე მოსაბეზრებელი, როცა საქმის სიყვარულით აკეთებ და შედეგზეც გადიხარ რა თქმა უნდა. გააზრებული ქონდა რა თქმა უნდა პრობლემებიც
რისკები რა თქმა უნდა, ამ რისკებს რა ძალებით შევხვდებოდით, როგორ გადავლახავდით ამ ყველაფერს და ამ გააზრების შედეგად გავდავთ ეს ნაბიჯი, რომ გადავსულიყავით ფართო მასშტაბებზე და გვეწარმოებინა ჯანსაღი პროდუქტი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, მოთხოვნაც დიდი არის. გვახარებს ჩვენი მომხმარებელი, იმათი ბედნიერი სახეები. ჩვენი მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, აგრეთვე ჩვენი მომწოდებლები, ვინც ჩვენთან თანამშრომლობენ, აგრეთვე თესლებზე და ყველაფერზე, ტექნიკით მომარაგებით და ყველაფრით. და უკვე აზარტში ხართ შესული. აზარტში რა თქმა უნდა, რომ აქედან იქით დღეს დიდი მოგზაურობა გველის გაბრიელის მეურნეობაში. ყველა ადგილას გვინდა რომ ცოტა ვისაუბროთ. მოდი ცოტა დავაინტრიგოთ ჩვენი მაყურებელი, ვუთხრათ რამდენი სახის პროდუქციას თავაზობთ. ვისაც თქვენ ოჯახთან აქვს შეხება, რა შეუძლია თქვენგან წაიღოს, რომელი ნატურალური პროდუქტები. თუნდაც ხეხილით დავიწყოთ და მივყვეთ ასე ეტაპობრივად. კი, ცოტა ბევრი გვაქვს ყველაფერი, დავიწყოთ ახლა ნუშის ბაღში ვართ, აქ ნუში გვაქვს. პუტკარი, თაფლი გვაქვს. ნუში, თაფლი. ნუში, თაფლი, აგრეთვე გვაქვს ხორბალი, მარცვლეული კურტულები, სალათის ფურცელი ითესება სათბურში. აგრეთვე ღია გრუნტზე მოდის კიდე პამიდორი, ბროკოლი, ბადრიჯანი, კიტრი, ასე რომ ვთქვათ, ბოსტნეულიდან ყველაფერი რა თქმა უნდა, ამ დადაცულ ადგილზე ყველაფერი მოდის და მაგარი ადგილი არის. აგრეთვე მეღორეობის ფერმა გვაქვს. ვა კი ბატონო, აგრეთვე ფრინველის ხვაც მესმის, ფრინველის ფრინველებიც არიან, კი, დაახლოებით 300-მდე ფრინველი არის. კიდე გვაქვს მარცვლეულის გადასამუშავებელი საწარმოო, რომელიც ძალიან გვიხმარება ყველაფერში. რომ თქვენი წარმადობაც გაიზარდოს. კი, ჩვენივე პროდუქციას რო ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ და ჩვენ პროდუქციას რო ჩვენ საქონელს მოვახმართ, ეს დიდი როლი აქვს ამას ძალიან. მოკლედ, დალოცვილ ადგილას ხართ და არ უკარგავთ ამ ყველაფერს ფასს მაქსიმალურად იყენებთ ყველა რესურსს, ხო? და მრავალფერი, აი მე ჩამოვთვალე უკვე 9 თუ 10 პროდუქტი, ეს ზოგადი მიმოხილვით რაც არის და ესენი რო ჩავშალოთ, კიდე უფრო მეტად შეიძლება გაგვაოცოს თქვენმა შესაძლებლობებმა. კარგი, მე ახლა მინდა გადავინაცვლოთ პირველ რიგში სათბურში. იმიტომ რომ თქვენი სათბური, სანამ თქვენ გაჩვენებდით ძვირფასო მაყურებლებო, მე უკვე შევიჭრიტე და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ისეთ ესთეტიკურად საინტერესოდ ლამაზად გაქვთ მოწყობილი და უკვე იგრძნობა სათბურის შესაძლებლობები. მოდი გადავინაცვლოთ იქ. თან პირველად ვნახე მე სათბურში ტრაქტორი და ეს მაყურებელსაც უნდა ვაჩვენოთ. აუცილებლად, აუცილებლად. ჩვენი სათბური, სადაც ეტაპობრივად მიმდინარეობს სალათის ფურცლის დარგვა. იქ დაახლოებით არის 2 კვირით ადრე დარგული სალათა. მე ეტაპობრივად ესე მოვყვებით, პერიოდულად მოვყვებით აქეთ. აქეთ შეიძლება გაჩვენოთ უკვე დათესილები მაქვს და რამოდენიმე დღე უკვე რა დათესილი გვაქვს ეს, რომ მოხდეს სისტემატიურად სალათის ფურცლის მიწოდება ჩვენ მომხმარებელს. რომ ერთბაშად არ იყოს მოსული პროდუქტი, რომ ერთბაშად გასაყიდი არ გახდეს. გაბრიელ, როგორ იზრდება სალათის ფოთოლი? მე ძირითადად სალათის ფოთოლი გადაღებული მაქვს ჩვენკენ დასავლეთში და შესანიშნავად ხარობს. აქეთ თქვენკენ როგორაა საქმე? აქაც ძალიან კარგად არის, კლიმატი არის შესარჩები, ადრე გაზაფხული გვიან შემოდგომა, სიცხეს ვერ იტანს, წყალი ბევრი ჭირდება. და ასე რა. სათბური შთამბეჭდავია. გაიხარებოდი. მოგვიყევი ამის შესახებ. ჯერ კვადრატულობა გითხარი როგორია და რას მოიცავს, როგორ არის ნაშენები და რა სახელმწიფო პროგრამებით გაქვთ სარგებელი მიღებული. კი ბატონო. სახელმწიფო პროგრამები ბევრი მაქვს მიღებული, მაგრამ სათბურზე არ მაქვს მიღებული. ეს ჩვენი ხარჯებით არის გაკეთებული. სათბური მოიცავს დაახლოებით 5000 კვადრატამდე, კონსტრუქცია გაკეთებულია ჩემით. ნახაზებიც, თვითონ სვარკაც, შედუღებაც ყველაფერი ჩემით არის გაკეთებული. კი ბატონო. გქონდათ გამოცდილება ძალიან მაგარი ნამუშევარია. გამოცდილება არ მქონია და სათბურშიც არ ვარ დამყოფი, მაგრამ უბრალოდ ერთი შეხვედრით და ძიებით და იმით ყველაფრით მივაღწიეთ ამას და გავაკეთეთ დახმარებით. დაგვეხმარენ ადამიანები კიდე ამის გაკეთებაში და შევძელით და გავაკეთეთ. რავი, მე მგონი კარგი გამოვიდა. შესანიშნავი მართლა. ბატონმანიკამ ნახა ეს ყველაფერი, მოეწონა პატარ-პატარა შენიშვნები მომცა, რომელიც ძალიან მახარებს, ამას აუცილებლად გამოვასწორებ და
ბატონიკას გაგაცნობთ აუცილებლად გადაცემის მიმდინარეობისას. აუცილებლად. აგრონომი, რომელთანაც კონსულტაციებს აქტიურად გადის გაბრიელი კი, ბატონო, და ეს კი, სხვათა შორის აგრარული ბიზნესის წარმატებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. გამოცდილი პროფესიონალი კადრების ჩართულობა საწყის ეტაპშივე, რომ არ დაუშვათ შეცდომები დასაწყისიდან, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი არის, რომ სპეციალისტმა აკეთოს თავის საქმე რა, რომ როდესაც აგრონომთან მიდიხარ აგრონომს ველაპარაკები, ამ თემაზე იღებ რჩევებს, შენ უკვე აღარ გაქვს დაბრკოლებები მომავალში თუ ეს რატომ მოხდა, უკვე წინასწარ იცი ეს ყველაფერი და გააზრებული გაქვს და როცა იცი რომ ეს საფრთხე შეიძლება მოვიდეს, უკვე ამას ყველაფერი გააზრებით უყურებ და მარტივად გადალახავ ამ საფრთხეს. ეს არის აუცილებელი, რომ სპეციალისტი იყოს ჩართული ყველა დარგში აუცილებლად. ელემენტარული სალათის ფურცლის დარგვაც რო არის, ამასაც თავის სპეციალისტი ჭირდება და თავის მიდგომა ჭირდება, რომ რაღაც არასწორად არ მოხდეს და რაღაცა შემდეგში რაღაც პრობლემა არ გამოიწვიოს. სპეციალისტების ჩართულება ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას. სირთულე იქნება ყველაფერი, რაც შენთვის უცხოარი და რაც არ იცი, ეს არის სირთულე, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ამას გაიაზრებ, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ, რატო აკეთებ, ხო, მე უკვე სირთულეები უკვე ნაკლებად გადმოდის. სპეციალისტების ჩართულება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რა თქმა უნდა. არ არის ისე რომ რაღაცას გავაკეთებ და მე ამას ჩემით შევძლებ და მივაღწევ და რაღაცა წვალების შედეგად ამას მივაღწევ, ეს არ არის აუცილებელი, უბრალოდ უნდა გაიკითხო, სპეციალისტები უნდა ჩართო აუცილებლად და წარმატებასაც მიაღწევ აუცილებლად. ეს შენ ბუნებაშიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სოფლად ცხოვრება არ არის ადვილი, ეს ძალიან რთული არის. ამ პირობებსაც უნდა გაუძლოს ადამიანმა და ესაც უნდა გაიაზროს, რომ სოფელში ცხოვრება მარტო სილამაზე არ არის. იქ ძალიან დიდი სირთულეებიც არის. ამ რომანტიკის მიღმა, იმდენი შრომა, იმდენი გათენებული ღამეა და კიდევ არის ჩვენთვის შაბათ-კვირა, არ არსებობს საათი. დღე და ღამე 24 საათი შრომაში ხარ და აკეთებ შენ საქმეს, ეს საქმე თუ არ გიყვარს სხვანაირად ვერ გააკეთებ და ვერ მიაღწევ, შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევ. ფერმერები იმაზეც საუბრობენ, თუ სიყვარულით არ აკეთებს საქმეს, ცხოველი იქნება თუ მცენარე იქნება, ამას გრძნობსო და ეს თეორია მუშაობს. ნამდვილად გრძნობს, უყურადღებოდ ვერ დატოვებ ვერაფერს. ყოველ მეორე მესამე დღეს აუცილებლად უნდა თვალი შეავლო ყველაფერს, რა ხდება, რა სიტუაცია, დახმარება რა შეჭირდება, რომ ეს პრობლემები აღმოგვქვა. აი, რამდენი ოჯახის წევრი ხართ თქვენ? ვინც უშუალოდ ჩართული ხართ ამ ამბებში? მე, ჩემი ძმა, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი რძალი. ხუთი ადამიანი? ხუთი ადამიანი ვარ ჩართული, კი ბატონო, ამ საქმეში, მაგრამ უნკლავდებით თქვენ თუ ყავთ დამხმარე? დამხმარე ხალხი ყავს ძალიან შრომის მოყვარე, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომელიც ჩვენ გვერდშიდგანა და მუშაობენ. მათაც გათავისებული აქვს ეს საქმე, ეს მარტო ჩვენი საქმე არ არის, მათი საქმეც არის და ესა ერთობლივი ძალებით ვშრომობ და ვაკეთებ ამ ყველაფერს. მარტო ძალებით ვერ შეძლებ ფიზიკურად ამ ტერმინის გაკეთებას. კი ბატონო, ძალა ერთობაშია. კი, ძალა ერთობაშია ნამდვილად. და ეს მგონი ამ მიმართულებაში კიდევ უფრო დიდ შედეგებს აძლევს ფერმერს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი სიყვარულით და მონდომებით აკეთო, იმდენად შრომატევადია სოფლის მეურნეობა და იმხელა ყურადღებას მოითხოვს, უბრალოდ არ გეყოფა დრო და ენერგია იმისთვის, რომ ყველაფერს თვალი ადევნო, ხო? შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩართულობა და ალბათ თქვენი სოფლის მაცხოვრებლები არიან ის ადამიანები, ვინც გვერდით გიდგნენ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები, ჩვენი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლები არიან. ვისაც სურს ამ საქმეში მუშაობა, ვისთვისაც საამაყოა ეს ყველაფერი და სწორედ ისინი არიან პროფესიონალებიც, ვისაც საქმე უყვარს. ამაყობს თავის საქმიანობით, ზუსტად პროფესიონალებიც ისინი არიან. ეს ანიშნავი ფართობია, თვალწარმტაცი, როგორც იტყვიან. გაიხარეთ, მადლობა. ეს დაკვეთია არის 35 გექტარი. აქ ვარაუდობთ სიმინდის დათესვას. სიმინდთან დაკავშირებით, მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით, ბატონო ნიკა უკეთესად აგვიხსნის. კი ბატონო, რამდენი ხანია რაც ამ ნაკვეთს ფლობთ? დაახლოებით 3 წელია რაც ამ ნაკვეთს ვამუშავებ, კი. როგორ მიდის საქმე? თქვენ როგორ შეაფასეთ, მოკლედ მითხარით და მე აგრონომთან დეტალებს უკვე გავივლი, რაც მაყურებელს. წინა წლებში დათესილი ქონდა აქ ხორბალი, შემდეგ საგაზაფხულო ქერი მოვიყვანეთ აქ, წელს ვფიქრობთ რომ სიმინდი მოვიყვანოთ. სარწყავი ნაკვეთი არის და ვფიქრობ რომ გაამართლებს სიმინდი აქ. ამიტომ გადავწყვეტეთ აქ სიმინდის მოყვანა, ამ უფრო პროდუქტიული არის სიმინდი, ვიდრე ქერი და ხორბალი.
ამ დაკვეთისთვის უფრო შესაძლებელი არის სიმინდი რა. მოკლედ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტები კულტურათა მონაცვლეობის და ასევე აგრონომიული პროცესების ფერმერი თავისი გამოცდილებით მაინც არჩევს რომ გაიაროს ყველა დეტალი აგრონომთან და ჩვენც დღეს გვექნება შესაძლებლობა გაგიზიაროთ ამ კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო აგროღონისძიებები უფრო დეტალურად და ბატონ ნიკა შევაწუხებთ ახლა ცოტა ხნით. ბატონო ნიკოლას მოდით გადმოვიტან მიკროფონს. გაბრიელზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ეს აუცილებლად. დიდ მადლობას მოახსენებ აჭარის ტელევიზიას იმისათვის რომ 300 კილომეტრი გაიარეთ მოძებნეთ ეს ადამიანის ცხოვრებას რომ არ უშინდება და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საამაყო ფერმერია ჩემს რეგიონში. ჩვენი პრობლემა რაც არის პირველ რიგში ქართველების პრობლემა, ჩვენ ყველაფერი ვიცით. შევილიარდა გეთანხმოთ. ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაფრის ცოდნეები ვართ და პაპა ჩემი ასეთ ესავდა, მამა ჩემი ასეთ ესავდა, ის ასიაკეთებდა და სამწუხარო რეალობა ის არის რომ ჩვენ ფერმერებს მიმღებლობა აქვს ნაკლები. ასე ნამდვილად. აქ რა დანიშნულების სიმინდი მოჰყავთ ჩვენს ფერმერებს, რა ჯიშებია შერჩეული და აგროკალენდარშიც რომ ჩაგვახედოთ ცოტათი. აქ ძირითადად მცხეთ მუხრანის ვეზე ითვისებოდა ქართული კრუგი. იყო ასეთი ყვითელი ფერის სიმინდი. და გამოიყენებოდა ძირითადად მეცხოველეობაში. სიმინდის ფორმები არის საადრეო, საშუალო და საგვიანო ფორმები. ქართული კრუგი იყო საგვიანო ფორმა. მოტეხვა ხდებოდა ხელით და შემდეგ მექანიზებულად ხდებოდა ამ სიმინდის მოჭრა. და რა ხდება დღეს? დღეს რა ხდება? დღეს ახლა 35 ჰექტარზე ფიზიკურად შეუძლებელია რომ ხელით მოტყდეს სიმინდი. ამიტომ უნდა შევარჩიოთ მანქანა მექანიზმები და მთლიანად ამ 35 ჰექტარზე უნდა მოხდეს მანქანა მექანიზებული წესით მოყვანა სიმინდის. მოსავლის აღებაც უნდა მოხდეს მექანიზებული წესით. თუ ეს დათესავს 135 დღიანს, შემოდგომით ის მარცვლად მექანიზებული წესით ამ ადგილზე ვერ იღებს სიმინდს. იმიტომ რომ სიმინდის მარცვლის ტენიანობა დაახლოებით 16-17%-ზე უნდა ჩამოგივიდეს ელემენტარული რომ გამოგილეწოს ხედერმა და მარცვალი წამოვიდეს და დაიგროვოს ხვიმირაში. მინდა მოკლედ შევეხოთ ახლა აგროვადებს, როდის იწყება თესვის პროცესი, როდის მივიღებთ მოსავალს და დაახლოებით 1 ჰექტრიდან რა რაოდენობის მოსავლის მიღება შეგვიძლია. 25 აპრილიდან თუ მომზადდება მანამდე პირველივე შესაძლებლობისთანავე რომ იყოს დათესილი, რომ 5 მაისამდე თლიანად ფართობი იყოს დათესილი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ მერე დაგოგვიანდება სხვა აგროვადები. აღმოსავლეთ საქართველოზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ნალექების დიდი რაოდენობა მოდის მაისში. ანუ მაისამდე თუ მოვასწრებთ დათესვას, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ დროულად განვითარდეს, წამოვიდეს სიმინდის ტალღა ბუნებრივად მორწვის გარეშე. შემდეგ 3-4 ფოთლის ფაზაში შევალთ ჰერბიციდით. პირველი 2 მორწვა რო ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია რომ ჩვენ მაისს შევხვდეთ უკვე დათესილი ფართობით. ამ ტერიტორიას. მოსავლის აღების პროცესი როდის იწყება? მოსავლის აღების სექტემბრის ბოლო, ოქტომბერში, ძირითადად ოქტომბერში თუ 120 დღიანს დავთესავთ, ოქტომბრის 10-დან უკვე დაიწყება მოსავლის აღება. და როგორია წარმადობა, ანუ რას ველოდებით ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული ნაკვეთიდან 1 ჰექტარზე რა რაოდენობას მივიღებთ, თქვენი გათვლა როგორია? მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ფერმერია და 300-400 გექტრამდე უკვე მარცვლეულს, ქერსა და ხორბალს თესავს ხოლმე ჩვენი გაბრიელი, მაინც სიმინდის ასე ფართო მასშტაბიანი მოყვანა ჯერ არ გაუკეთებია. შესაბამისად, 8-დან 10 ტონამდე უნდა ჩავთვალოთ წლევანდელი მოსავალი. რომ ასე უნდა დავგეგმოთ მისი მოსავლიანობა, ვეცდებით ურთიერთობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და ტექნოლოგიური რუკა დროულად მივაწოდო. მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა ლოკომოტივის როლი უნდა ითამაშოს სხვა ფერმერებთან მიმართებაში. 90%-დან ადამიანის 90%-დან ვისმენთ, რომ სამუშაო არ არის სოფლად, არაფერი არ ხდება და ამ დროს 3.700.000
სივართ მოსახლეობა და 9 მილიონი სოციალურ დახმარებას იღებს ქვეყანაში. აქ თავმნელად შეიძლება და 5-6 გადაცემის მომზადება თქვენს მეურნეობაში. ისეთი მრავალფეროვანი გარემო გაქვთ. ეხლა ყველაზე აქტუალურ თემასთან მოვედით დღესდღეობით საქართველოში რაც ხდება, ეს არის მესაქონლეობა, რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები. როგორია თქვენი მიდგომა საქონელთან, რამდენი სული გყავთ და როგორ პირობებში ზრდით საქონელს? კი ბატონო. კეთილი. ჩვენი საქონელი არის შერჩეული ჯიშები, რომელიც ველურ პირობებში თამამად ცხოვრობენ და არიან ბედნიერები, საძოვარზე დადიან და აქ იკვებებიან. ესენი არ არიან ბაგურსაკვებზე დაყენებული და ფერმაში არ იზრდებიან, ესენი გარეთ ველურად დადიან, იხსნიან თავიანთ ხმორებს და აქედან მივიღებთ მერე პროდუქციას ჩვენ. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე გვაქვს შემოღობილი დაახლოებით 30 გექტარი საძოვარი, რომელიც არის ელექტროღობით არის დაცული. არ ჭირდება წყემსი და ნადირი და მტაცებელისგანაც იცავს ეს რა, ძალიან მაგარი რამე არის, ჯდება ძალიან იაფი. მარტივად შეგვიძლია ავიღო და გადავიტანო სხვა ლოკაციაზე, იქაც კონდეს ეს გაკეთებული. ეს მიღებული პრაქტიკაა ზოგადად მესაქონლეობაში, ხო? კი, ეს მიღებული პრაქტიკა არის ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამის გამოყენება. ამით წყემსავენ იქ საქონელს. აქაც შემოვიტანეთ და ძალიან მაგრად მუშაობ და ძალიან მაგარი არის. ენერგიას ვიღებთ მზის პანელისგან, მზის ენერგიაზე მუშაობს ამის აპარატი მუშაობს მზის ενεργειაზე. და იკვებება მზის ენერგიით. ესე იგი ინოვაციებსაც ათავსებთ თან? ვათავსებთ, კი, რა თქმა უნდა, საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან საქონლის წყემსობა არ არის ადვილი წვიმაში, ქარში, გაუხსაძლის მოვარაობაში არის ამათი მოვლა. ამიტომ მოგვიწია ამის გაკეთება, რომ ცოტა მარტივად შევუდგეთ საქმეს. მით უმეტეს როცა ამდენ საქმეს ერთდროულად აკეთებთ, ხო, ეს ან კი ბატონო. იზოგავთ ალბათ დროს და ენერგიას. ალბათ შენიშნავთ რამოდენიმე ხარც არის, დაახლოებით 15 ერთეულით ხარ ის აქ შერეული. ესაც საძოვრისთვის აქვს, რომ ბუჩქნარები არ გაჩნდეს აქ, მოხდეს ამ ბუჩქნარების გადაწოვება თხების მიერ, რომ საძოვარი იყოს გასუფთავებული რა. რომელი ჯიშები გყავთ, გაბრიელ? ჩვენ ადგილობრივი ჯიშის საქონელი ყავს. უფრო დასავლეთის ჯიშის არის ეს, რომელიც თეფშიც კარგად ძალიან მაგრად დადიან, წვიმა სიცივესაც ძალიან მაგრად უძლებენ. საკვები ძალიან ცოტა ჭირდებათ ამათ, არ არიან ის მაღალპროდუქტიულები, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობის საკვები ჭირდებათ და ჩვენი პირობებიდან გამომდინარე ადვილად ყვებავთ და კი ბატონო. თქვენ მეხორცული მიმართულებით მუშაობთ თუ მერძეული? მეხორცული მიმართულებით მუშაობთ ჩვენ. ძირითადად მეხორცული მიმართულებით ვართ ჩვენ. და ეს ადგილობრივი ჯიშების უპირატესობა რა არის მეხორცულ მიმართულებაში? ამათი გამოყვება ჩვენ უფრო დიდი პრაქტიკა გვაქვს ამ საქონელთან დაკავშირებით. ვიცით ეს საქონელი რა არის, რა ჭირდება, რა დახმარება ჭირდება ამათ. და ეს უფრო ჩვენი არის ეს რა. ის ჰიბრიდული ჯიშები საქონლის როგორც ვიცი, უფრო ბაგური კვებისთვის არის განკუთვნილი და ამ პირობებს ნაკლებად ადაპტირება შეუძლიათ ამ პირობებთან. თამეთ საკვები ჭირდებათ პრემიქსი, სილოსი და ასე შემდეგ რა და ამათ ეს არ ჭირდებათ. ეს ბუნებრივი პირობებში იზრდებიან და ბუნებრივი პირობებში ცხოვრობენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, მათი პროდუქცია აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია ზედმეტი დანამატების გარეშე, რასაც ჩვენი მომხმარებლები ასე ძალიან ითხოვენ და ასე ძალიან სანთლით საძებარი გახდა. სამწუხაროდ, კი. და თავიდანვე ამაზე გააკეთეთ თქვენ აქცენტი, ხო? კი, რა თქმა უნდა. თავიდანვე ეს ჯიშები ყავდა სულ ჩვენ და ამას ის ერთი პროვოკატორი ანცი პირუტყვი ვინ არის გითხარით თან მანდა მაინც ქართულს არ გავს უცხოური ჯიში ეგ ერთ-ერთი უცხოური ჯიში არის რომელიც ხელოვნური განაყოფიერებით გვაქვს მიღებული გვინდა ჯიშების გამოსწორება ანუ ცოტა რომ შეჯვარება მოხდეს რომ ცოტა ტანადობად უფრო მეტი ხორცი მივიღოთ და თან არ დაიკარგოს ის გამძლეობა რაც აქვს ამ ჯიშს გამიგე და შეჯვარებით გვინდა რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი რადგან ბატონი გიორგი ბედესად გვეტყვის ყოველდღე მოდის ათვარიელებს რომ ეს პრობლემა აქვს აუცილებლად ეხმარება მათ
კიდევ ერთხელ დააღვნიშნო და ძალიან მომწონს, რაც ბევრ ქართულ ფერმაში არ ხდება. მოკლედ, ყველა ლოკაციაზე ამდენი საქმე გაქვთ, ყველგან ყავთ ერთი პროფესიონალი ადამიანი, გამოცდილი საქმის მცოდნე, რომელთან ერთადაც ყოველდღიურად ავითარებთ თქვენს ბიზნესს, აგრობიზნესს, ხო? ერთად შეთანხმებით ვაკეთებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მაინც აუცილებელი არის საქმეში. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. იმიტომაც გქონთ ესე შესანიშნავად აწყობილი თქვენი ბიზნესი. შეძლების დაგვარად გასაკეთებელი კიდე ბევრი გვაქვს და რა ვიცი, ესე არის. კარგი, გიორგის დაველაპარაკოთ მაშინ ჯიშებზე. კი ბატონო. გიორგის დაველაპარაკოთ ჯიშებზე. საინტერესო იქნება. მოდი მიკროფონს გადავიტან, უცებ. სეზონურად იყიდება ეს საქონელი და გვინდა რომ ეს საქმე უფრო უკეთესად განვითარდეს, ხორცული მიმართულებით, რაშიც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ამ ხელოვნურ განაყოფიერებას. აი ამ ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობებზე გვესაუბრეთ, როგორ ხდება შედეგის მიღება ამ შემთხვევაში და თქვენი დაკვირვებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მსგავს ფერმერულ მეურნეობებში ამ პრაქტიკის დანერგვა. თუ ახლავს რაიმე რისკები ამასთანავე ეს მაინტერესებს. ხელოვნური განაყოფიერება ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაში პოპულარული ხდება. საკმაოდ ბევრი კარგი ტექნიკოსი ყავს ჩვენ ქვეყანას. ბევრი უცხოელი სპეციალისტი იღებს მონაწილეობას და თამაშობს დიდ როლს ჩვენს განვითარებაში. დაახლოებით ადგილობრივი ბუღამწარმოებლით რაც მუშაობდა ამ დრომდე ამ საკონელთან და ახლა ჩანაცვლდა კონკრეტულად ესეთი ჯიში არის ბელგიური ლურჯი, ახალი ბუღამწარმოებლით და ამასთან ერთად ვახდენთ ხელოვნურ განაყოფიერებას, ასევე ბელგიური ლურჯის მასალით, ესე რომ ვთქვათ და დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე აქვს ხვაობა ერთი სულიდან სეზონზე. შემოსავლის ზრდას? გამორჩეული ჯიშია, ჩვენ ადგილობრივ საქონელთან ჰიბრიდიზაციაში საკმაოდ მაგარი შედეგი აქვს. იმუნიტეტიც აქვს, წონამატიც აქვს, ხბორად პატარობაში რომ გაიყიდოს თვენახევრის ასეთ უღირს გლეხს ფერმერსაც და ასევე ბაგურულ პირობაშიც რომ შეინახოს ისედაც საღირველი არის. გიორგი, პროცენტულობა როგორია? პირობითად ყველა შემთხვევაში შედეგიანია ეს ჰიბრიდიზაცია თუ არის რისკები? ჩვეულებრივ ბუნებრივ დაგრლებასთან მიმართებაში რომ პარალელი გავავლოთ ხელოვნურ განაყოფიერების, შევადაროთ ერთმანეთს, დაახლოებით 90-95%-ზე თამაშობს ჩემი მაჩვენებელი და კიდევ ბევრი ტექნიკოსის ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ვთქვათ, რაც ითვლება საუკეთესოდ და ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ისინი მათი ფერმერების და გლეხების დასტურიც იქნება ეჭვი არ მეპარება ამაში რა. კი ბატონო. და ბევრი პლუსი გააჩნია, თუნდაც დაავადებების ხრივ, სწორად შეგვიძლია სქესში შეგვიძლია დავგეგმოთ მერძეულ მიმართულებაში დედრობითი და ასევე მეხორცულ მიმართულებაში ამრობითი, რაც კიდევ უფრო გაზდის გლეხების შემოსავალს. ეს ფართობი თქვენ გეკუთვნით ისე თუ ბიჯარით გაქვთ აღებული? ეს ფართობები არის იჯარით აღებული. ვამუშავებთ ჩვენ დაახლოებით 5 წელიწადია რაც ხორბალი მოყვავს ამ ფართობებზე. არის ამიკუსის ჯიშის ხორბალი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი წებოგვარა, პური იწვება ამითი, ვაბარეთ წისქვილ კომბინატებში ამ მოსავალს. რამდენი ჰექტარი მითხარით აქ თქვენს ფლობელობაში? აქ დანაწილებულია 23 გექტარი 25-ის ჯამში, აქ 100 ჰექტარამდე გვაქვს ხორბლის ნათესები სოფელ მუხრაში. როგორია შედეგები? შედეგები ნორმალურია, კარგი, დაახლოებით 5 ტონაზე ავდივართ, ხან 6 ტონაც არის ხოლმე, რასაც ხარულო არის და ასე მივყვებით რა. რა ახდენს გავლენას ხორბლის მოსავლიანობაზეც, ხარისხზეც? ხარისხი ალბათ უფრო დამოკიდებული არის მოვლაზე და შემდეგ უკვე ბუნებაზე და ამინდებზე, როგორი ამინდი იქნება, მისთან გამომდინარე არის მისი ხარისხი რა. და ამის კონტროლი ახლა ჩვენ ახლა სასუქებით ვეხმარებით, აგროვადები, დროული მოხნა, თესვა, კულტივაცია და ასე შემდეგ რა. რა ჩვენი შესაძლებლობები რაც არის, მაგას ვაკეთებთ და მაინც ამიძევართ დამოკიდებულები საბოლოო ჯამში და ბოლოში რო გავდივართ. ისე წლების განმავლობაში იცვლება ხოლმე ეს აგროკალენდრის ვადებიც, თუნდაც იმიტომ რომ გლობალური დათბობის პირობებში აქტიურად საუბრობენ ამაზე, რამდენად ბუნება რაღაცნაირად გადაწყობას აკეთებს სეზონიდან სეზონამდე და აი ამასთან ადაპტაციას თქვენ ფერმერები
ინჟინერები როგორ ახდენთ და აი ეს გარკვეულ რისკებს თუ შეიცავს თქვენ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს, ვახდენთ ამასაც კონტროლს, რომ ამინდი როგორი ამინდი იქნება, ამის შესაბამისად როგორ მოვიქცეთ მცენარეს, რა ღონისძიებები ჩაუტაროთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამისთვის და არ მივაყენოთ ზიანი. ამინდის პროგნოზს ვიყენებთ აქტიურად. წინ და ვახდეთ კონტროლს. სასუქების და ნიადაგის ურთიერთობა. და რა აქ როგორ მიდის პროცესი? რა სასუქებს იყენებთ ძირითადად და ეს რამდენად პროდუქტის ჯანსაღ ეკოლოგიურ თვისებებზე როგორ ახდენს გავლენას? ჩვენი მიზანი არის, რომ ვაწარმოოთ პროდუქტი, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის, რადგან მისი რეალიზაცია მოხდეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მას მივცეთ ის, რაც სჭირდება რა. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტი, ეს ჩვენი მიზანი არის. წინაღრმავ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავყიდით ამ მოსავალს, არავის არ დაჭირდება, რადგან ვერავის ვერ მიყიდი გაფუჭებულ მოსავალს რა. ამ ნაკვეთზე რა შრომაც არის ჩადებული, შედეგს როდის გვაძლევს? შედეგი და საბოლოო არის უკვე აგვისტოს დასაწყისიდან უკვე აქ შემოყოს ტექნიკა, ვიღებთ მოსავლის აღებას. შემდეგ მოსავალი გადადის საწყობში ინახება, ნაწილი წისქვილებს ვაბარებთ, წისქვილებში ხდება მისი შემოწმება, თუ ვარგისიანია ის საკვებად მიდის საკვებად და პურის გამოსაწყობა, თუ არ არის ვარგისიანი, ამ შემთხვევაში ხდება საქონლის გამოსაკვებად ვიყენებთ მე შემდეგ გამოსავალს. საქონლის კვებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეს მარცვლეული პროდუქტები. საქონლის კვებაშიც დიდ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა. პროდუქტიულობასაც მნიშვნელოვნად ზრდის, ხო? 70-80% კვებაზე არის დამოკიდებული საქონელი, თუ პროდუქტიული არ არის, აზრი არ აქვს იმ საკვების კვებასაც და აქედან უკვე ფასზე უკვე თამაშობს ეს ყველაფერი. ანუ დანაკარგი არ გაქვთ, თუ მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, ამ შემთხვევაში ეს უკვე ჩვენს რაციონშია, თუ შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას ვიღებთ, უკვე საქონლის საკვებ რაციონში მიდის ეს მთელი თქვენი ნაშრომი და მიღებული შედეგი, ხო? მაგრამ კარგი იქნება, კარგი მოსავალი, მაღალ ფასში გაიყიდება და უფრო ბევრი მოხმარებელი გვეყოლება ყოფილი, რა თქმა უნდა, ამისთვის სამღონეს არ ვიშოროთ, რომ მივიღოთ ბოლოში კარგი მოსავალი. საოცარი სანახაობა იქნება, აგვისტოში დარწმუნებული ვარ, ხო, ძალიან ლამაზი იქნება. კი, სასწაულად. დღითიდღე იმატებს ამის სილამაზეც და კარგიც არის. ასეთი მრავალფეროვანი და შესანიშნავი მოგზაურობა გამოგვივიდა დუშეთის რაიონში, სოფელ ლამოვანში. ის მინდვრები, რომელიც გაჩვენეთ, ხორბლისა და სიმინდის საოცარ სანახაობას ქმნის მოსავლის აღების პროცესში. ასე რომ ივლისის თვეში აქ აუცილებლად დაუბრუნდებით, მოსავალს ავიღებთ, აი იმ უდიდეს კომბაინს გაჩვენებთ, როგორ მუშავდება და დარწმუნებული ვარ, ამ გადაცემაზე არანაკლებ საინტერესო ეპიზოდი გველოდება უკვე მომდევნო ვიზიტის დროს. მე ერთი კვირით უნდა დაგემშვიდობოთ, მომავალ კვირას აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. გემშვიდობებით, დროებით.